კითხვა მაქვს ამგვარი. ეს ქროლვას ქრინვის საამმართველო შეიქმნა 10 კაცი როა დასაქმებული 10 თანამშრომელი ღმერთმა უწყის რას აკეთებენ როგორ აკეთებენ ხელოვნურ ინტელექტს იშველიებენ თუ არა რა არის მათი ბიუჯეტი რა მეთოდოლოგიას იყენებენ რამდენი ხანი ინახავენ საბუთებს რა საბუთებს აგზავნენ რას მიიჩნევენ სიძულვილის ენად ბულინგად შეურაცხყოფად და ასე შემდეგ ეს ყველაფერი გავიგე მაგრამ ქართული იციან აი ასე მაგალითად იციან თუ არა რა არის სინონიმები როგორი სინონიმები ან მაგაკარგი გავარებოთ ერთოს ქართულის ცოდნას თავი ჩაბარებული აქვს თუ არა გამოცდა სინონიმებში ან ომონიმებში უფრო საინტერესოა აი მაგალითად ბარი რო ვიცოდეთ ბარი არის რაღაც ერთი და იგივე ჟღერადობის სხვადასხვა მნიშვნელობის სიტყვა არის ომონიმი ბარი არის აი ეს ითის ბარავ ნიჩაბი ბარი მიწას და ბარი არის მთა და ბარი ეხლა ბრუნვაში უნდა ჩავსვა ჩვენ გველის წელიწადში შევედით ხო თუ რაღაც გველის ხო მაგრამ ასევე გველის გველოდება ესეც ერთგვარი სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს ხო გველის და გველის აი ბიზინა ივანიშვილი გველის შეგვიძლია სხვადასხვანაირად წავიკითხოთ ბიზინა ივანიშვილი გველის ანუ ქვეწარმავლის და ბიზინა ივანიშვილი გველის გველოდება მე თუ გველის ამ სიტყვას დავწერ ვინმე ხო არ მიიჩნევს ამოვიცთაგან რომ მაინც და მაინც ქვეწარმავალს გულისხმობ თუმცა გულისხმობ ეს ხო საინტერესო ამბავია კარგი კიდევ იციან თუ არა მეგრული ენა სი არ ვიდა შემეშალო სი ბორო მუმუნია მუმუნია მე მგონი მაიმუნია და ბორო მე მგონი ბოროტი და სი მე მგონი ის არის თუ შენ ხარ ხო შენ ხარ თუ არ ვცდები მეგრელება ჩამიწორეთ სი ბორო მუმუნია მე რო ეს დავწერო ესეც სიზულვილის ენად ჩამეცვლება იციან მეგრელი ხავთ ამ სამმართველოში ეს რო დავწერო სი ბორო მუმუნია კარგი ინგლისური იციან თუ არა მამუკა მდინარაძე kiss my ass ეს რო დავწერო რა ვარ იქნება მამუკა მდინარაძე kiss my ass არ თარგმნი იმიტომ რომ ამათი მეშინია მე რა ვარ იქნება ინგა რაღაცინავს მიჭერე დავაზე ჩარიმა kiss my ass ინგლისური იციან კი ან სასამართლოზე რო გამიყვანე და უნდა თქვა უნდა რეპირო აი სასამართლო უნდა გამოგალუსტაშვილი უნდა გამოვიდეს და რატო თქვით ბატონო შემოვიდა უნდა გაიმეოროს kiss my ass მამუკა მდინარაძე kiss my ass აბა გაიმეოროთ და მე გავიმეორებ თარგმნეთ მეთქი გალუსტაშვილს რო უთხრა თარგმნის გალუსტაშვილს პირობითად ხო ხდება ბიჭო რა საგიჟეთში მოხდით ხსენებულ მამუკა მდინარაძე სხვა შორის უთქვამს რომ რა იცითო თქვენო მე იქნება და დიმიტრი სამხარაძეს ვეუბნებოდი კიდეც ნუ იგინებიო სიძულვილის ენას ანუ იყენებ დიმიტრი სამხარაძე შეწყვიტა ხვალვე არა დღესვე ხო შევიდა დღეს სალაში დააკვირდით თქვენი არხების ავტორებს და საავტორო გადაცემებს და მათ ლექსიკას და აბა ერთი kiss my ass აბა ერთი არ დაგიჯარიმებიან უხეშად ზეგიდან რომელიმე მათგანი პარჩაკებო ეს არ შეიძლება პარჩაკი როგორ არის ინგლისურად parchaks you are parchaks